გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. გილოცავთ მარიამობის წყინვალე დღესასწაულს. ვიმყოფები სამტრედიაში. ამჯერად მარტვილის და აბაშის გუნდი ეთამაშება ერთმანეთს ცხენოსნობაში. ნახევარფინალია. პირველი შეხვედრა სამტრედიისა და ჭალადიდის გუნდებს შორის დასრულდა ჭალადიდის გუნდის გამარჯვებით. ნურასაკვირლია შიგადაშიგი იყო დაძაბული მომენტები. ეს შეხვედრა ბევრად დიდხანს გაგრძელდა, ეს ნახევარფინალი საბოლოო ჯამში ჭალადიდის გუნდმა გაიმარჯვა. ახლა მარტვილსა და აბაშას შორის მიმდინარეობს შეხვედრა და ხვალ უკვე მარიამობის დღესასწაულზე გაიმართება ფინალი. ყველას გირჩევთ რომ მოხვიდეთ. ამიტომ ვიაროთ ქართულ ეროვნულ სახეობებზე, როგორიცაა ისინდი, როგორც არის ცხენოსნობა, ცხენბურთი და დავტყვეთ ნამდვილად საინტერესო და ლამაზი სპორტის სახეობებით, რომელიც ჩვენს გენებშია მათ შორის. დღევანდელი მატჩების საინტერესო მომენტებს აუცილებლად შემოგთავაზებთ გვერდზე. გამოიწერეთ გვერდი და ლაიქეთ ეს ვიდეო. მეგობრებო, ვიწყებთ სამტრედიის გრან-პრის. 4 გუნდი არის ცხენბურთსა და ისინდი ხვალ დოგი და მარულა გაიმართება. პირველ შეჯიბრებას სახეობა არის ისინდი, ერთმანეთს ხვდებიან ხელმარჯვნივ ჭალადიდის, ხელმარჯვნივ სამტრედიის გუნდები. Verdade magazines. Ტანციელზე ისო და ორივეს დავასვენებ 3-3 წუთი. გურთი ხელში მაქვს და ცხენებს ორივე ტეპოს. არის თორა დასასვენებელი? აბარე 5 წუთი გოდეისხება თამაში ორივე. ახლა ერთ ყოფილია. ება. ორა დაიჭირა. რა გოლი გავიდა. დაიწყო შემდეგი შეხვედრა მარტვილსა და აბაშას შორის. წონებში მარტვილელები. შავი აბაშა. Davida sprinti, op. ვერ გადაუფარავს. ბიჭო, ეს მელისა. გადმოდით, ხალხო, აქეთ. Ეტაინი. ობა. ავიდა შემორბენზე. ობა. ათანაბრა. ობა.
ორაიღო წავიდა სპრინტი ვერ დაეწევა ოპ და გადმოვარდა პირველი შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 13-ით 9, მეორე შეხვედრა დასრულდა 12-ით 8. ცხენბურთში ფინალში შეხვდება ორი გუნდი სამეგრელოდან მარტვილის გუნდი და ჭალადიდის გუნდი. ნუ მე რასაკვირველია ვინაიდან ვარ მარტვილელი, უგულშემატკივრებ ხოლ მარტვილს. სხვათა შორის ძალიან ძლიერი გუნდი ყავს მარტვილს. სავარაუდოდ გაიმარჯვებს კიდევაც. აი ეს არის მოედანი, სადაც იმართება ხოლმე შეჯიბებები. სამტრედიაში